საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლამ არაერთი ჩვენი გმირის და ათასობით მშვიდობიანი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 2300-ზე მეტი ადამიანი დღემდე უგზობლო დაკარგულად მიიჩნევა. მათი ხვედრისა და ადგილსამყოფელის დადგენის პროცესი, ისევე როგორც მათი ოჯახების დახმარების პროცესს სახელმწიფო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რასაც ახორციელებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით და ეგიდით. ამ ეტაპზე გადმოსვენდა 8 ადამიანი, აქედან 5 იყო სამხედრო, ერთი გადაასვენეს დღეს დიდ ფოთში, 4 იგზავნება თბილისში, სადაც ჩვენი გმირების სასაფლაოა და ეს პროცესები კიდე გაგრძელდება და ჩვენ ყველა მეომრები მადლიერი ვართ იმ ხალხის, ვინც ამ პროცესშია ჩართული და გადმოყავთ, გადმოასვენებენ ჩვენს ნაომარ ბიჭებს და ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას, ვინც დაღუპულები არიან. ჩვენი გმირები დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. ეს არის ნიშანი იმის, რომ ყოველთვის ურთიერთობა მოლაპარაკებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, წითელი ჯვრის ჩართულობით, სახალხო დიპლომატიით, იმიტომ რომ ნუ გვაქვს ჩვენ იმის ხედვა, რომ მარტო ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენ დაღუპულ მეომრებს საპირისპირო მხარესაც ურთიერთ ინფორმაციის გაცვლის შედეგად ბევრმა ოჯახმა დაიბრუნა თავიანთი მიცვალებულები და მე იმედი მაქვს და მჯერა იმის, რომ ეს მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის. კიდევ ერთხელ მინდა პატივი მივაგო ჩვენ გმირებს, ჩვენს მებრძოლებს, მეომრებს, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის და საქართველოს ღირსებისთვის იბრძოდნენ და სიცოცხლე შეწირეს და გადმოსვენებულებიდან 4 არის გმირი, ორდენით დაჯილდოვებული. განსაკუთრებით მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების შედეგად აი ამ ძალიან მნიშვნელოვან და კეთილ საქმეს, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია დაღუპულთა დედებისთვის, ოჯახებისთვის, როგორც ქართულ მხარეს, ისევე აფხაზურ მხარეს. ბოლომდე დაუცადეს ხალხის გამოსვლას და თვითონ ვერ გამოვიდნენ. აი ეს ერთადერთი რამ წინს დედაჩემს ენახა, რომ გადმოასვენეთ და დაუძალეთ, პატივი მივაგეთ. მადლობა იმ ხალხს, ვინც გადმოასვენეს, პატივი მიაგეს გმირებს.